ტრამპი გამთენიისას დაბრუნდა ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ირანის რეჟიმს კუთხეში აყენებს და ანადგურებს ირანული დიქტატურის გამდიდრებულ ურანს. თავარი ამბავი ამ ხუთშაბათს 2026 წლის 18 ივნისს არის ის, რომ აშეტეშუსა და ირანს შორის შეთანხმება ითხოვს გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდეს უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით, დველობით. ეს მხოლოდ დიპლომატიური ფრაზა არ არის, ეს შეთანხმების ყველაზე მკაცრი ნაწილია, რადგან ზუსტად იმ საკითხს ეხება, რომელსაც თეირანი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა როგორც ძალის სიმბოლო. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ვერსალის სასახლეში, პარიზის მახლობლად, G7-ის შეხვედრის დროს და გამთენიისას დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. მოკავშირეებმა ტაში დაუკრეს, მარკო რუბიო პირდაპირ უკან გამოჩენდა ზეწოლამ ადგილი შეიცვალა. ეს არის ირანის რეჟიმი, რომელსაც უწევს ახსნას, როგორ ეთანხმება ბირთვული მასალის განადგურებას, პროგრამის შეჩერებას და ამავე დროს არ მიუახლოვდეს სენსიტიურ ობიექტებს ისე, რომ ახალი პასუხი არ გამოიწვიოს. რა იყო რეალურად ხელმოწერილი? რატომ გახდა ურანი ის საკითხი, რომელიც თეირანს აშინებს? როგორ აიძულა დონალდ ტრამპმა ირანის დიქტატურა დაეთანხმებინა? ის, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ არასდროს მიიღებდნენ, ახლავე ყველაფერს გიამბობ. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. შეთანხმება გაფორმდა საფრანგეთში G7-ის სამიტის მიმდინარეობისას, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა ზეწოლა ტექსტზე, დეტალების მოთხოვნა და დავა იმის შესახებ თუ რას დათანხმდებოდა ან არ დათანხმდებოდა ირანი. თეთრმა სახმა დაადასტურა მემორანდუმის ხელმოწერა. საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დოკუმენტი მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულებას. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა და დაითხოვს 60 დღიანი ეტაპი უფრო სიღრმისეული მოლაპარაკებებისთვის ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი შეთანხმების გულშია. ირანმა იქისრა ვალდებულება არ განავითაროს ბირთვული იარაღი და თავისი გამდიდრებული ურანის მარაგი გაანადგუროს განზავების გზით ადგილზე, საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში. აქ ჩნდება პოლიტიკური პანიკა თეირანში. ირანის რეჟიმმა წლები გაატარა ბირთვულ თემას ფარად, მუქარად და ვაჭრობის ბერკეტად იყენებდა. ეხლა ამერიკელი ოფიციალური პირების ვერსიით, საკმარისი აღარ არის უბრალოდ ხელმოწერა და ეკონომიკური შეღავათის მოთხოვნა. სანქციების ფართო მოხსნა ბირთვული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. მარტივიანით რომ თქვათ, თუ ირანი არ შეასრულებს მსჯილდოს ვერ მიიღებს. თუ სადებს მოტყუებას ზეწოლა დაბრუნდება, თუ მიუახლოვდება სენსიტიურ ადგილებს შეთანხმების მიღმა. ტრამპმა უკვე ნათლად თქვა, რომ პასუხი შეიძლება მკაცრი იყოს. ტრამპმა შეთანხმებას გამარჯვებად მოიხსენია, რადგან ტექსტი ბლოკავს ბირთვულ პროგრამას ამჟამინდელ მდგომარეობაში. მოკავშირეებს შორის გავრცელებულმა განცხადებამ ეს თეზა კიდევ უფრო გაამყარა. ურანი დამარხულია, ცენტრიფუგები დაზიანებულია და რეჟიმს აღარ ექნება თავისუფლება ბირთვული გზის აღსადგენად ისე, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩეს. ირანის დაპირება, რომ არ ეძებს და არ განავითარებს ბირთვულ იარაღს, საჯარო ანგარიშვალდებულების მექანიზმად იქცა. ტრამპისთვის ეს ის წერტილია, რომელიც მომავალ ამერიკელ პრეზიდენტებს კიდევ უფრო დიდი კრიზისისგან გადაარჩეს. რადგან ირანს ართმევს შესაძლებლობას გადადოს პრობლემა და კულისებში დრო მოიგოს, ასევე ყურადღება მიიპყრო გრაფიკმაც. ოფიციალური ხელმოწერა სხვა დროს იყო ნავარაუდევი, დელეგაციების შეხვედრით შვეიცარიაში, მაგრამ შეთანხმება დაჩქარდა. საერთაშორისო მედიასთან საუბარში ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მემორანდუმის ნაწილები ელექტრონულად უკვე მოაწერეს ხელი, ხოლო შემდეგ დონალდ ტრამპმა საფრანგეთში ფიზიკური ხელმოწერაც დაადასტურა. ეს სიჩქარე შემთხვევითი არ ყოფილა. იყო ზეწოლა ჰორმუზის სრუტის, ხელახლა გახსნაზე, ნავთობის რისკის შემსუბუქებაზე და იმის ხაზგასმაზე, რომ კომერციული ნავიგაცია არ დგებოდა უკანონო გადასახადის გარეშე. ეს ანგრევს ირანის მცდელობას საერთაშორისო მარშრუტის შანტაჟის იარაღად აქციოს. ამაში ნავთობიც შედის. შეთანხმება ირანს საშუალებას აძლევს კვლავ გაყიდოს ნავთობი, მაგრამ ამ ნაბიჯს ორი შედეგი აქვს, რომლებიც პირდაპირ აინტერესებს ტრამპს. პირველ რიგში მეტი მიწოდება შეიძლება საერთაშორისო ფასის დაწევას შეუწყოს ხელი, რაც სათვავისა და ინფლაციის შემცირებას დაეხმარება შეერთებულ შტატებში. მეორე მხრივ, ჩინეთი კარგავს ნაწილობრივ უპირატესობას, რომლითაც სანქცირებულ ირანულ ნავთობს ფასდაკლებით ყიდულობდა. თუ პროდუქტი ბაზარზე ლეგალურად ბრუნდება, პეკინი კარგავს იმავე სავაჭრო უპირატესობას, რაც ადრე ჰქონდა ნაცრისფერ ბაზარზე. ტრამპის აზრით ეს ირანისთვის ეკონომიკურ დათმობას, ჩინეთისთვის ფასდაკლების წინააღმდეგ გადამწყვეტ სვად აქცევს. თეირანი ცდილობს შეთანხმება გამარჯვებად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტექსტში ასევე საუბარია სანქციების შემსუბუქებაზე, აქტივების გამბლოკვასა და ეკონომიკურ სარგებელზე, თუ პირობები შესრულდება. მაგრამ მახე რეჟიმისთვის სწორედ ამაშია.
ფული, ნავთობი და გახსნა ირანის ქცევაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტი Air Force One-დან დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამოვიდა საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ და მიუხედავად ამისა, მაინც შეინარჩუნა დაგეგმილი დღის წესრიგი, რომელიც დილის 8 საათზე უნდა დაწყებულიყო. სანამ კრიტიკოსები ცდილობდნენ ეჭვები გამოეწვიათ მისი მზადყოფნის შესახებ, დონალდ ტრამპი გამოჩნდა მძიმე მოლაპარაკებიდან დაბრუნებული. ხელმოწერილი შეთანხმებით, საერთაშორისო კრიზისი დღის წესრიგის ცენტრში და თეთრ სახლში დღის წესრიგის შენარჩუნებით, სულ რამდენიმე საათში. მარკო რუბიომ ყურადღება მიიპყრო, რადგან ის ხელმოწერის ფოტოს ცენტრში იყო და რადგანაც ახლა ამერიკულ დიპლომატიას ეს მემორანდუმი დუმი პრაქტიკულ ქმედებებში უნდა გადაიყვანოს. ამოცანა ფოტოთი არ სრულდება. 60 დღიანი მოლაპარაკება უნდა დააკონკრეტოს, როგორი იქნება ზედაპირი. როგორ განზავდება ურანი, რომელი ეტაპები უზრუნველყოფს ეკონომიკურ სარგებელს და რომელი დარღვევები დააბრუნებს სანქციებს რეჟიმზე. G7-ის ქვეყნები შეთანხმებას მიესალმნენ, როგორც კრიზისის სტაბილიზაციის მცდელობას, განსაკუთრებით ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და ომის გაფართოების რისკის გამო. ჰორმუზის გახსნა ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ტრამპის პოლიტიკური გამარჯვება იმაშია, რომ დებატები კონკრეტულ მოთხოვნებზე გადაიყვანოს. ირანს არ შეუძლია ბირთვული ბომბის ქონა, ვერ გამოიყენებს სრუტეს როგორც ომის გადასახადს და ვერ გაყიდის ცარიელ დაპირებებს ავტომატური შეღავათის სანაცვლოდ. ისრაელი ამ განტოლების ფაქის ნაწილად ჩანს, რადგან პირდაპირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა და შეშფოთებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციებით, განსაკუთრებით ლიბანში. ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში მოქმედებებთან დაკავშირებით ტონი გააკრიტიკა და უფრო გაწონასწორებული მიდგომა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, ამერიკის მთავრობის მთავარი ხაზა კვლავ ირანისკენ იყო მიმართული. ბირთვული პროგრამის შეჩერება, ენერგეტიკაზე ზეწოლის შემცირება და იმის აღკვეთა, რომ ომი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მუდმივ კრიზისად იქცეს. ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ამ ახალ ეტაპზე საკვანძორგოლად იქცევა. საერთაშორისო ზედამხედველობა ტექნიკური დეტალი არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ თეირანმა ვერ შეძლოს თავისი ნამდვილი მიზნების დამალვა. კრიზისმა კიდევ ერთი პოლიტიკური ფრონტი შეიძინა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ბავშვთა ექსპლუატაციის ძველი გამოძიებების შესახებ ახალი ინფორმაცია კვლავ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე. ბრიტანეთის ეროვნული დანაშაულის სააგენტომ განაცხადა, რომ პირველი დახურული საქმეები კვლავ გადაეგზავნა პოლიციის ძალებს ხელახალი გამოძიებისთვის. ოპერაცია ბიკონ პორტის ფარგლებში, რომელიც აღწერილია როგორც გაერთიანებული სამეფოს უახლეს ისტორიაში, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოძიება. ილონ მასკმა გამოეხმაურა და მოითხოვა სასჯელი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც უგულებელყვეს საჩივრები, ხოლო კონსერვატორმა პარლამენტარებმა შეერთებულ შტატებში დაიწყეს ამ საქმის გამოყენება როგორც გაფრთხილება უსაფრთხოების, იმიგრაციისა და ბავშვთა დაცვის ხარვეზებზე. ეს თემა პარალელურ სიახლეებში მოხვდა, რადგან ის ამხარებს იმავე პოლიტიკურ ატმოსფეროს. მემარჯვენე ამომრჩევლები აკრიტიკებენ მთავრობებს, რომლებმაც წლების განმავლობაში უპირატესობა მიანიჭეს დუმილს, ბიუროკრატიას და საჯარო რეპუტაციის შიშს. მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიკი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.